მოგესალმებით ბათუმელების ლაივში, ჩვენ ახლა ვართ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ოფისში, სადაც შეკრებილები არიან პარტიის აქტივისტები, კანდიდატები. ისინი გარდა იმისა, რომ ეზოდებიან არჩევნებისთვის, დღეს დიდი თვე შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა Facebook-ში გააკეთა მიმართვა და თქვა, რომ ის უკვე საქართველოსშია და გამოკვეთა საქართველოს საზღვარი, მათ შორის მან გაავრცელა ბათუმში გადაღებული ვიდეო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის აცხადებს, რომ საზღვარი არ გადმოუკვეთავს მიხეილ სააკაშვილს. თუ შეგვიძლია გავიგოთ ახლა რა ამბობენ თავად პარტიის ოფისში, რა ინფორმაცია აქვს მათ. ბატონ ლევან, შეიძლება ერთი წუთით? ლევან ანთაძე, ბათუმელების ლაივში, ის გახოთ ერთ-ერთი კანდიდატი ერთიანი ოპოზიციის ნაციონალური მოძრაობის. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით? ინფორმაცია გვაქვს, რომ რიჟვაძეს სურვილი აუსრულა და ჩამოვიდა, გული დაწვა ახალგაზრდას და აუსრულა სურვილი და ჩამოვიდა აჭარიდან და მზად არის შეხვდეს მას. შეუძლია დაგვიკავშირდეს რიჟვაძე და შევახვედროთ. თქვენი ინფორმაცია ნამდვილად ჩამოსულია სააკაშვილი საქართველოში. სააკაშვილი საქართველოშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ადამიანი, რომელმაც ეს სახელმწიფო ჩამოაყალიბა და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში დაიწყება საქართველოს სწრაფი განვითარება სულა ევროპისკენ და თავარი არის მოსახლეობას მინდა ვთხოვო ერთი რამ. მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. თქვენ გქონდათ რაიმე სახის კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, ან ვისთან ერთად შემოვიდა ბათუმში, ან მასთან? ჯერ რიჟვაძესთან ყავას ვამს და შემდეგ ვექნება ჩვენ კომუნიკაცია. არ გქონია. ხო, ნუ ეს პოლიტიკური რიგასაგებია, ახლა თქვა თორნიკა რიჟვაძემ, რომ უჯობესია სარფიდან შემოსულიყო მიხეილ სააკაშვილს და აქედან პირდაპირ გავუშვებდით ციხეშიო. მაგრამ საინტერესოა თქვენი გულის წეროთ ბათუმში რა ინფორმაცია გაქვთ, ვინმე ესაუბრა თუ არა მას? ნამდვილად შემოვიდა თუ არა, ეხლა სად იმყოფება კამერა არის ნახეთ, გადაღებულია ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე და მიხეილ სააკაშვილი გიგასტურებთ რომ საქართველოში. ან თქვენ ამბობთ რომ ეს ვიდეოები რაც მან გაავრცელა არ არის манипуляცია და რაღაც დადგმული არ არის ეს ვიდეო. რა თქმა უნდა. ან რეალურად გადაღებულია ბათუმში, ხო? თქვენ ინფორმაცია გაქვთ, საიდან შემოვიდა სააკაშვილი? ვერ გეტყვით, არ ვიცი ნამდვილად. ვისთან ერთად შემოვიდა ეს ხო არის? არ ვიცი. ამდურად არ ვიცი, მე უფრო მაინტერესებს სად არის დღეს ბიძინა ივანიშვილი ამ წუთას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოსია. მაგრამ დიდი ეჭვმეპარება ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იყოს დღეს. ანუ ფიქრობთ რომ ის შეიძლება წასულიყო ქვეყნიდან? ფიქრობ და შეგიძლიათ მოიკითხოთ, არის თუ არა საქართველოში ბიძინა ივანიშვილი. აქ იყო ვინმე მოსული თქვენ პოლიცია სამართალდამცველები? არა, არავინ არ მოსულა. სიამოვნებით უმასპინძლობთ, მოგძანდენ, ჩვენი კარი ღია, ჩვენი ოფისის კარი. ბევრი მხარდამჭერი ყავს იგივე ძალოვან სტრუქტურებში, საჯარო სამსახურებში და ყველასთვის ეს კარი არის ღია. კარგით, მადლობა, ეს ლევან ანთაძე იყო. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი კანდიდატი ადგილობრივი სოციალობის არჩევნებზე ბათუმში. აქ არიან ჟურნალისტები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. რეზო, თქვენ გითხარით, რეზო ხარაზი, ბათუმის აკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი. თქვენთვის რა არის ცნობილი? ბევრი კითხვა ისმება. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ არ გადმოუკვეთავს საზღვარი მიხეილ სააკაშვილს. რამაც რეალურია ის, რომ პირველ რიგში ეს გვაინტერესებს. თქვენთვის ძალიან დამაჯერებელია, რომ სააკაშვილი არის რეალურად საქართველოში. თქვენ ხომ არ გქონდათ დამი კომუნიკაცია ან მასთან, ან მის სამხლებ რომელიმე სხვა პირთან, ვინც ამას დაადასტურებდა? ჩვენ რაც ნახეთ რომ ის არის ბათუმში და ის არის საქართველოში, მაგრამ არის რეალური ვიდეოა, რაც მან გაავრცელა Facebook-ში. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ თითეული ჩვენთაგანი 2 ოქტომბერს ძალიან მშვიდად, წყნარად, ძალიან აუღელვებლად, ყოველგვარი აგრესიის, ყოველგვარი რაღაცა დაპირისპირების გარეშე ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უნდა გავაკეთოთ ჩვენი მთავარი არჩევანი და ეს არჩევანი არის ევროპული გზა. უკეთესი მომავალი, კორუფციის გარეშე ჩვენი ქალაქები და ჩვენი სოფლები და ჩინოვნიკებისა და დაპირისპირების გარეშე ჩვენი ქვეყანა. მიშა სააკაშვილს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური ალღო და მას შეუძლია რომ ყველაფერი გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ იმ დიდი ენერგიით შრომით ჩვენ ყველა ერთად. ეხლა Facebook-ში ისება კითხები იქნება ეს ვიდეო რაც მან გაავრცელა გადაღებული ბათუმში შეიძლება იყოს დადგმული. რამაც რეალურია ეს ვიდეო. ამას ვნახავთ, იმიტომ რომ თავი კითხვა არის რამაც რეალურია ეს ვიდეო და არის თუ არა რეალურად ჩამოსული საქართველოში ამ ქვეყანაში არაფერი არ იდგმება, ამ ქვეყანაში კეთდება პოლიტიკა, სწორი პოლიტიკა და კეთდება სწორი ისტორიული გადაწყვეტილებები და მე ვფიქრობ, რომ ეს დღეები და ის რომ ქართველი ხალხი და ამორჩეველი 2 ოქტომბერს მივა
და რუსულ ოცნებას გაუშვებს სახში, ეს იქნება პირველ რიგში ქართველი ხალხის დამსახურება, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ძალიან წყნარად, აუღელვებლად 2 ოქტომბერს 8 საათიდან ერთად მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ეს სწორი არჩევანი არის ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის კორუფციის გარეშე ქვეყანა და ყველაზე მთავარი რაც არის ყველა ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება სამართლიანი გზით და სამართლის მოპოვების გზით. რა არის თქვენი ცნობილი? ამ ქვეყანაში. რა არის თქვენი ცნობილი მიხეილ სააკაშვილის შემოსვლა? როგორ მოახერხა მან შემოსვლა, საიდან და ვისთან ერთად? ეხლა ეს დეტალები ნამდვილად არ არის ჩემთვის ცნობილი, მაგრამ ფაქტი არის, რეალობა არის ხალხო, ამ ქვეყანაში ნებისმიერ მათგანს შეუძლია, ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის შვილს შეუძლია იცხოვ, ჩვენ არ შეგვიძლია ისე რომ როგორც მოვეკეცი ძლიერ დამსახურდია. ჩვენ არ შეიძლება დაპირისპირების, რაღაც ძალადობის, რაღაც ერთმანეთში ქიშკობის გზით. ნებისმიერ იმიგივე ქართული ოცნების ხარდამჭერსაც, იგივე იმ ადამიანებსაც, ვისაც რაღაცას ჯერა. ეს სტრატეგია გაქვს, თქვენ ახლა თუ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, თუ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში, თქვენ ეს სტრატეგიით აპირებთ. სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს. სამწუხაროდ არაფერი აღარ შეჭა ამ ქვეყანას გარდა ერთისა, ერთი ოლიგარქის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან შვიდად წნარად 2 ოქტომბერს მივიდეთ და გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ეხლა სად იმყოფება სააკაშვილი, ამაზე ხომ არ გაქვს ინფორმაცია? ხავი, საქართველოს. ანუ სად კონკრეტულად და არა. ანუ თქვენ ან ბათუმის ოფისის რომელიმე წარმომადგენელთან ან პარტიიდან არავის არ ქონია კომუნიკაცია მასთან ან ჩვენი დღევანდელი დღის მთავარი თემა ჩვენ კიდევ ნახავთ ძალიან ბევრ სიურპრიზს და დარწმუნებული ვარო ძალიან შვიდად, ძალიან წყნარად, აუღელვებლად ჩვენ 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს გავუშვებთ სახლში. გიორგი კირთაძე როდის მოვა ბათუმის მეურობის კანდიდატი? გიორგი კირთაძე გასული არის და მოვა უცხოეთში. ისე მოვა ოფისში. მადლობა. ეს რეზო ხარაზი იყო ნაცნობური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ესეთი სურათია დაახლოებით ეხა ნაცნობური მოძრაობის პარტიულ ოფისში ბათუმში. ახსენდება ბევრი რაღაცა ისტორიიდან, მაგრამ მე თქვენ ახლა კავშირი ხედავთ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისს, სადაც შეკრებილები არიან კანდიდატები, პარტიის აქტივისტები, მხარდამჭერები. ისინი ამბობენ, რომ მათ არ აქვს არავითარი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც სააკაშვილმა თავად გამოაქვეყნა საკუთარ Facebook გვერდზე და დღეს დილით სააკაშვილმა დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია და დილიდან მიესალმა საქართველოს, ასევე ცოტახნის წინ მან გაავრცელა ვიდეო კადრები, რომელიც გადაღებულია ბათუმში მისი თქმით. და იქიდან მიმართა ამ მომრჩევლებს და მათ მოუწოდა შეკრებისაკენ 3 ოქტომბერს. ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ავთენტურია თავად ეს კადრები, ასევე საგულისხმოვანო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არ გადმოუკეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მიხეილ სააკაშვილს. თუმცა პარტიის ოფისში დარწმუნებულები არიან, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ისინი არ ეკონკრეტებენ სად, ასე ამბობენ, რომ მათ არ ქონიათ არავითარი კომუნიკაცია თავად სააკაშვილთან ან რომელიმე სხვა პირთან. ბატონო გიორგი. არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი? თქვენთვის გაარიცნობენ, თქვენ ხომ არ ქონიათ კომუნიკაცია მასთან? მასთან კომუნიკაცია არ შეხვედრი ვარ მე, რა არის ამაში გასაკვირი მართლა ვუხდები მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის რეფერენდუმის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს
მართლა ჩვენი ისტორიის, უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს იქნებოდა საქართველოში ქართულ ხალხთან ერთად და ის არის საქართველოში ქართულ ხალხთან ერთად. ის ბათუმში იმყოფებოდა გუშინ ის მიერ გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს იმას, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. შესაძლებელია ის იყო როგორც უკვე ამბობენ ქართულში და არ მისმენია. 9 წლის წინ ჩაწერა მის შემეგვიდეო, იცოდა რომ საერთაშორისო დაბრუნდებოდა, არ ვიცი. შეუცნობელ არის ხო იცით ფიქრებოდა. თქვენ გქონდათ ვინმე საკომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან ან რომელიმე თანხმობთ? არა, კომუნიკაცია არ ქონდა, ინფორმაცია დაახლოებით იგივე გვაქვს, რაც გაქვს თქვენ. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე იყოს მაღალი აქტივობა. ყველა მივიდეს არჩევნებზე და არჩევნების გზით გაუშვათ ბიძინა ივანიშვილის სახლში, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ქვეყანას გადარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. წმენა და იმედი თუ გვინდა რომ დაბრუნდეს იმის რომ ამ ქვეყანაში მეცხოვრება, თავარია რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. თქვენ ხომ არ დაკავშირებთ სამართალდამცველები, პოლიციელები და ხოლმე რამე შეხებიან ოფისში ხომ არ მოსულან არ დაკავშირებია. წარმომიდგენია რა დღეში ეხა ბიძინა და თავისი სუსის ხელმძღვანელობა, ეგალითაც არის. ხომ არ შეიძლება გითხრათ, ვისთან ერთად შემოვიდა სააკაშვილი და როგორ მოახერხა ის შემოსვლან საიდან? ამის შესახებ ხომ არ გაქვს ინფორმაცია? კიდევ ერთხელ მეორე დაახლოებით მაგის ინფორმაცია რაც გაქვს. თქვენ თავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის რაც თქვა მიხეილ სააკაშვილმა რომ ჩამოვიდა, რითაც გვემუქრებოდა ბიძინა ივანიშვილი, ყველას კარგად გვახსოვდა, ვინ დაიჭირა, ყველაფერი კარგად ჩააწყო. მადლობა, ეს გიორგი კირთაძე იყო ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ბათუმში. აქ იკრიბებიან ეხა პარტიის მხარდამჭერები, აქტივისტები, ეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისია, სადაც არიან შეკრებილები, პარტიული აქტივის წარმომადგენლები. ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ აქ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დადო ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე, რომ ის უკვე საქართველოშია. ხოლო ცოტა ხნის წინ მან გაავრცელა ბათუმში გადაღებული ვიდეო, რომ უკვე ბათუმშია. მან ბათუმის საბაგიროსთან ახლოს გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა Facebook-ში. პარტიულ ოფისში არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რეალურად სხვა ინფორმაცია გარდა იმისა, რაც Facebook-ში უკვე გავრცელდა. და დარწმუნებულები არიან, რომ ეს არ არის ვიდეო манипуляция და ეს არის რეალური ვიდეო, რაც გავრცელა მიხეილ სააკაშვილმა და ის რეალურად საქართველოშია. ოღონდ არ ეკონკრეტებენ თუ სად არიან ისინი. სად არის მიხეილ სააკაშვილი? ასევე არ აქვს რაღაც დამატებითი ინფორმაცია დეტალებზე თუ როგორ მოახერხა შემოსვლა მიხეილ სააკაშვილმა, საიდან და ვისთან ერთად. ამ დროისთვის რაც არის ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, თუმცა რამდენიმე მედია საშუალებაში მან იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილს, ანუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტიის ოფისში არიან დარწმუნებულები, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილი უკვე საქართველოშია და ბათუმში გადაღებული ვიდეოც არის რეალური. ასეთი სურათი ამ დროისთვის ბათუმის ოფისში, ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, სადაც ცოტა ხნის წინ გიორგი კირთაძეც მოვიდა, ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატი, ამბობს, რომ არ ქონია არავითარი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, ან რომელიმე თანხმლებთან, ვინც სავარაუდოდ შემოყვა მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ შემოვიდა სარფიდან, ან ბათუმიდან, მან დღეს დილით გავრცელა ვიდეო, რომელიც არის გადაღებული ბათუმში, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ამით ავთენტურია ეს ვიდეო. პარტიის ოფისში დარწმუნებულები არიან, რომ რეალურად სააკაშვილი ბათუმშია და ვიდეოც, რომელიც მან გავრცელა, არის რეალური და დღეს გადაღებული ვიდეო.
ეხა ყველაზე მთავარი არის რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 2 ოქტომბერი. 2 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთი. ჩვენ ახლა კაცი ხედავთ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის პარტიულ ოფისს გორგასალის ქუჩაზე. აქ იკრიბებიან პარტიის მხარდამჭერები, პარტიის წევრები, ოპოზიციური ერთობის კანდიდატები ამ არჩევნებზე. ისინი პრეზიდენტთან აქტიურად იკრიბებიან მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააკეთა თავის Facebook გვერდზე გავრცელა ინფორმაცია, რომ ის უკვე საქართველოსშია, მან გავრცელა ვიდეო ჩანაწერის, რომელიც გადაღებულია ბათუმში და თქვა, რომ ის რეალურად ბათუმშია და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც არის გადაღებული ბათუმის საბაგიროსთან. დადგენილი არ არის ეს ვიდეო რამდენად რეალურია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ რეალურად სახელმწიფო საზღვარი სააკაშვილის არ გადმოუკვეთავს, მაგრამ პარტიის ოფისში ამბობენ, რომ ფაქტია, რომ სააკაშვილი არის საქართველოსშიო. ისინი ამბობენ, რომ მათ არ ქონიათ რაიმე სახის ურთიერთობა სააკაშვილთან, ან თანხმდებთან, რომ გაეგოთ უფრო მეტი დეტალი, თქვა, როდის შემოვიდა, საიდან, რა გზით, როგორ მოახერხა ეს მიხეილ სააკაშვილმა, როგორ დაბრუნდა ის საქართველოში. ისინი დღეს ყველაზე ხშირად ირონიით ახსენებენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე ლიჯვაძეს, რომელმაც 2 დღის წინ სიდანული გამოთქვა ერთგვარი პოლიტიკური ირონიის სახელებით, რომ სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შემოდის სარფიდანო, ანუ ბათუმიდანო, პირდაპირ გავუშვებით ამ შემთხვევაში მას ციხეშიო. და თორნიკე ლიჯვაძეს ამ განცხადებას ახსენებენ დღეს ბათუმის ოფისში, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში და ახსენებენ თორნიკე ლიჯვაძეს, რომ აი მისი სურვილი რაც იყო, რომ ბათუმიდან შემოსულიყო სააკაშვილი, სწორედ ბათუმიდან შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, დარჩით ჩვენს არხებზე, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს, ბათუმელები ჯირანად გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, ეს ბათუმელების ლაივი იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.